როდესმე გიგრძნიათ, რომ აი ინფორმაციის ზღვაში იხჩოვით. თქვენ წინაშია სტატიების, კვლევების, ჩანაწერების გროვა და გინდათ რომ ვინმე უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოგიგრიფოთ. დღეს სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე ინტრიგულ მცდელობას განვიხილავთ. საუბარია Google-ის ინსტრუმენტზე Notebook LM. თქვენ გამოგვიგზავნეთ წყაროების მთელი დასტა, ოფიციალური ბლოგპოსტები, Reddit-ის ფორუმები, აკადემიური მიმოხილვებიც კი. ჩვენი მისია ჩაუღრმავდეთ ამ ყველაფერს და გავარკვიოთ რა დგას ამ სახელის უკან. უბრალოდ მორიგი ჩატბოტია თუ რაღაც სრულიად ახალი. ზუსტად, ჩვენი ამოცანაა გავიგოთ მისი ბირთვი. რით განსხვავდება ის ვთქვათ ChatGPT-სგან? რა არის მისი ნამდვილი ძალა? და რაც მთავარია, როგორ შეიძლება მისი გამოყენება თქვენი კონკრეტული მიზნებისთვის? იქნება ეს გამოცდისთვის მომზადება, სამეცნიერო ნაშრომი თუ უბრალოდ ახალი სფეროს შესწავლა. ეს არის, ესე იგი, პერსონალური ანალიზი თქვენთვის. არის. მაშინ მოდით შევუდგეთ საქმეს. პირველი და ყველაზე ფუნდამენტური იდეა, რომელიც ყველა წყაროში მეორდება, არის ის, რომ Notebook LM მუშაობს მხოლოდ იმ დოკუმენტებით, რომლებსაც თქვენ აწვდით. ის არაფერს ეძებს ინტერნეტში. ერთი შეხედვით ეს ცოტა შეზღუდვასავით ჟღერს. რატომ არის ეს კარგი? აი, სწორედ ეს არის მთავარი გასაღები. ამ კონცეფციას source grounding ჰქვია, ანუ წყაროზე დაფუძნება და ეს ყველაფერს ცვლის. ეს არ არის შეზღუდვა, ეს მისი სუპერძალაა. როდესაც AI-ის პასუხები მკაცრად შემოფარგლულია თქვენივე მასალით, ჰალუცინაციების რისკი, ანუ იმის, რომ რაღაცას მოიგონებს. დიახ, რომ არაზუსტიან სრულიად გამოგონილი ინფორმაცია მოგაწოდოთ, პრაქტიკულად ნულამდე დადის. ესე იგი, სანდოობა გარანტირებულია. მე ზუსტად ვიცი, რომ პასუხი ჩემი ატვირთული PDF-დან მოდის და არა ინტერნეტის რომელიღაც ბნელი კუთხიდან. დიახ, და მეტიც, თქვენს წყაროებში მომხმარებლები ხაზუსვამენ, რომ ყოველ პასუხს, რომელსაც Notebook LM გენეირებს, თან ახლავს ციტატა, ზუსტი მითითება, რომელი დოკუმენტის, რომელი გვერდიდანაა აღებული ესა თუ ის ფრაზა. ეს კვლევის პროცესს წარმოუდგენლად აადვილებს. გასაგებია. და როგორც ჩანს, წყაროების მრავალფეროვნებაც შთამბეჭდავია. ვხედავ, რომ მომხმარებლები ტვერთავენ PDF-ებს, Google Docs, ვებგვერდების ბმულებს, YouTube ვიდეოებსაც კი. სერიოზულად? და აუდიო ფაილებს, უბრალოდ კოპირებულ ტექსტს, პრაქტიკულად ყველაფერს. მოცულობაც მნიშვნელოვანია. უფასო ვერსიით თითო ბლოკნოტში 50-მდე წყაროს ატვირთავთ. თითოეული კი შეიძლება 500,000 სიტყვამდე იყოს. ეს უზარმაზარი მოცულობაა. უზარმაზარი. პრო ვერსია კი ამ ლიმიტს 300 წყარომდე ზრდის. ბარემ ერთი კითხვაც. შემთხვევით, ისტის საგამოცდო ტრენინგი ხომ არ გაინტერესებთ? ბრაუზერში აკრიფეთ ეკრანზე მითითებული ბმული, ან დაასკანერეთ QR კოდი და თქვენ ნახავთ ტექნოლოგიების გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ. კარგი, გასაგებია, რომ ინსტრუმენტი ზუსტია და მხოლოდ ჩვენს წყაროებს ეყრდნობა, მაგრამ მოდით ვაღიაროთ ეს ცოტა მშრალად ჟღერს. თქვენს წყაროებში მომხმარებლები წერენ, რომ ნამდვილი მაგია მაშინ იწყება, როცა ამ დოკუმენტებთან ინტერაქციას იწყებ. რას გულისხმობენ ისინი გამაოგნებელ გამოცდილებაში? აი, სწორედ აქ ვიწყებთ საუბარს იმაზე, რაც Notebook LM-ს უბრალო საძიებო სისტემისგან განასხვავებს. დავიწყოთ აუდიო მიმოხილვით. ეს არ არის უბრალოდ ტექსტის მონოტონური რობოტული წაკითხვა. წარმოიდგინეთ, თქვენი კვლევის მასალები ერთმანეთს ესაუბრებიან. ინსტრუმენტი ქმნის პოდკასტს, სადაც ორი AI წამყვანი თქვენს წყაროებს განიხილავს. მოიცა, სწორად გავიგე. მე ვტვირთავ, თქვათ, 10-მდე შრალ აკადემიურ ნაშრომს და ის მათგან ქმნის დებატებს. ეს ხომ წარმოუდგენელად ჟღერს. ზუსტად. და საოცრად ბუნებრივია. წყაროების მიხედვით წამყვანების საუბარი ცოცხალია, ხანდახან ერთმანეთსაც კი აწყვეტინებენ. ერთმანეთს აწყვეტინებენ? დიახ, ერთმანეთის იდეებს ავითარებენ და თქვენ შეგიძლიათ ფორმატიც აირჩიოთ. brief, მოკლე მიმოხილვისთვის, critique, კრიტიკული ანალიზისთვის და როგორც თქვენ ახსენეთ, debate, დებატებისთვის, სადაც წამყვანები სხვადასხვა, ხანდახან ურთიერთო საწინააღმდეგო პერსპექტივას წარმოადგენენ თქვენივე წყაროებიდან. ეს უკვე სულ სხვა დონეა. მაგრამ როგორც ხედავ, არის ინტერაქტიული რეჟიმიც. ეგ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ ხართ პასიური მსმენელი. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დააპაუზოთ პოდკასტი და დასვათ შეკითხვა. მაგალითად, წამყვანები განიხილავენ რთულ კონცეფციას. თქვენ ვერ გაიგეთ, აპაუზებთ და კითხულობთ. შეგიძლიათ ეს უფრო მარტივად ამიხსნათ.
და ისინი პირდაპირ გიპასუხებენ. ეს პასიურ კითხვას აქცევს აქტიურ დიალოგად. გასაოცარია. და ეს მხოლოდ აუდიო არ არის, ხო? თქვენს წყაროებში ტიაგო ფორტე, პროდუქტიულობის ექსპერტი, ახსენებს ვიდეო მიმოხილვის ახალ ფუნქციას? დიახ, ეს შედარებით ახალი დამატებაა. ინსტრუმენტი ქმნის slideshows ტიპის ვიდეოს, გახმოვანებით ვიზუალური მასალით, ციტატებით, რომელიც მთლიანად თქვენს მასალებზეა დაფუძნებული. ფორტე აღწერს, როგორ ატვირთა 5 აკადემიური ნაშრომი თავისი ახალი წიგნისთვის და 15 წუთში მიიღო ვიდეო, რომელმაც ლოგიკურად დააკავშირა ამ 5 ერთი შეხედვით განსხვავებული წყაროს მთავარი იდეები. ეს ვიზუალიზაცია ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებლები ხშირად ახსენებენ, არის გონებრივი რუკები, ანუ mind maps. ეგ როგორ მუშაობს? გონებრივი რუკა იდეალურია მაშინ, როცა ახალ კომპლექსურ თემას ეჭიდებით და ცდილობთ დიდი სურათი დაინახოთ. ინსტრუმენტი აანალიზებს თქვენს ყველა წყაროს და ვიზუალურად გაჩვენებთ მთავარ თემებს და მათ შორის არსებულ კავშირებს. მაგალითად, ერთ-ერთ მიმოხილვაში მოყვანილია მაგალითი. ბიოლოგიის სტუდენტი ტვირთავს კვლევებს მარჯნის რიფების შესახებ. და რუკა უჩვენებს კავშირებს, ხო? დიახ. მომენტალურად უჩვენოს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ოკეანის მჟავიანობა, ტემპერატურის მატება და რიფების გაუფერულება. ეს ეხმარება, რომ არ დაიკარგო დეტალებში და დაინახოს სისტემა მთლიანობაში. და ისტორიული კონტექსტისთვის, როგორც ჩანს, ქრონოლოგიური ხაზის ფუნქცია არსებობს. დიახ, და ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თარიღების ჩამონათვალი. ის აანალიზებს თქვენს წყაროებს და ქმნის დროის ხაზს, რომელიც აჩვენებს, როგორ ვითარდებოდა კონკრეტული იდეა დროთა განმავლობაში. შეუძლია მთავარი მოქმედი პირების, მაგალითად ავტორების გამოყოფაც კი და გაჩვენოთ, ვინ ვისზე ახდენდა გავლენას. ეს შთამბეჭდავი ფუნქციებია, რომლებიც აშკარად ინფორმაციის სინთეზზეა ორიენტირებული, მაგრამ მოდით უფრო პრაქტიკულ, ყოველდღიურ ინსტრუმენტებზე გადავიდეთ. როგორ გვეხმარება Notebook LM ცოდნის აქტიურად ათვისებაში? აბსოლუტურად. სწორედ ეს აქცევს მას უბრალოდ კვლევითი ასისტენტიდან ნამდვილ სასწავლო პარტნიორად. დავიწყოთ კლასიკური, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდებით, სასწავლო ბარათებით და ტესტებით. ანუ, მე ვტვირთავ ლექციის კონსპექტს და ის ავტომატურად მიქმნის ბარათებს დასამახსოვრებლად. ზუსტად. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ტესტების შემთხვევაში თუ შეცდომას დაუშვევთ, სისტემა არაუბრალოდ სწორ პასუხს გეტყვით, არამედ დეტალურად აგეხსნით, რატომ იყო თქვენი პასუხი არასწორი და მოგიყვანთ პირდაპირ ციტატას ორიგინალი წყაროდან. ეს აქტიური დამახსოვრებაა, რაც ბევრად ეფექტურია. და რა ხდება სასწავლო გზამკვლევის, ანუ learning guide-ის შემთხვევაში? წყაროებში მას პერსონალურ რეპეტიტორს უწოდებენ. იმიტომ რომ ის სწორედ რეპეტიტორებით იქცევა. ის მზა პასუხებს კი არ გაძლევთ, არამედ გისვამთ დამაფიქრებელ ღია ტიპის კითხვებს, რომლებიც კრიტიკული აზროვნებისკენ გიბიძგებთ. მაგალითად, როგორ უკავშირდება ეს კონცეფცია იმას, რაც მესამე თავში წერია? ან რა შეიძლება იყოს ამ არგუმენტის მთავარი სისუსტე? ის გაიძულებთ, რომ თემაზე სიღრმისეულად იფიქროთ. აი ეს უკვე ძალიან ძლიერად ჟღერს. განსაკუთრებით აკადემიური მუშაობისთვის თქვენს წყაროებს შორის არის სტატია სათაურით The Effortless Academic, სადაც კონკრეტული მითითებებია მოცემული. მაგალითად, Job Hunter. რას ნიშნავს? Job Hunter, ანუ კვლევის ხარვეზების მაძიებელი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია მკვლევრებისთვის. თქვენ აძლევთ ამ ბრძანებას, აწუდით ათეულობით სამეცნიერო სტატიას და Notebook LM აანალიზებს მათ, რათა იპოვოს მეთოდოლოგიური, თეორიული და ემპირიული ხარვეზები არსებულ ლიტერატურაში. ფაქტობრივად, ის გეუბნებათ, აი ამ სფეროში ეს საკითხები ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ეს პირდაპირი გზაა ახალი ორიგინალური კვლევის იდეის მოსაძებნად. დიახ, და იმავე სტატიაში ნახსენებია Contradiction Finder, წინააღმდეგობების მაძიებელი. ის სკანირებს თქვენს ყველა წყაროს და პოულობს ურთიერთ გამომრიცხავ მოსაზრებებს სხვადასხვა ნაშრომში. ეს თქვენს ნაშრომს კრიტიკულ სიღრმესა და ღირებულებას სცემს. გასაგებია. ეს ინსტრუმენტები თეორიულად ძალიან ძლიერია. მოდით ვნახოთ, როგორ იყენებენ ამას ადამიანები რეალურ ცხოვრებაში. Reddit-ის ფორუმებზე, რომლებიც თქვენ გვიზიარებთ, მომხმარებლები თავიანთ გამოცდილებას აღწერენ. აკადემიური სფეროს გარდა, სად პოულობს ის გამოყენებას? გამოყენების სფეროები მართლაც მრავალფეროვანია. მაგალითად, ერთი მომხმარებელი, ისტორიის დოქტორანტი, აღწერს, როგორ ატვირთა 10 სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი.
ქრონოლოგიური ხაზის ფუნქციით მან აღმოაჩინა კავშირი ორ ისტორიულ მოვლენას შორის, რომელიც მანამდე არავის შეუმჩნევია. ეს რეალური აღმოჩენაა. საინტერესოა. და უფრო პერსონალურ დონეზე. ვხედავ ზოგი საკუთარ დღიურებსაც კი ტვირთავს. რა ვიცი, ცოტა მაშინებს კიდეც ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემი ემოციები გამირჩიოს. ეს უკვე პირადი არჩევანია, მაგრამ დიახ, ამას აკეთებენ. ტვირთავენ თვეების ან წლების დღიურებს და სთხოვენ გაანალიზოს ემოციური პატერნები. სხვები ტვირთავენ თავიანთ LinkedIn-ის პროფილს და სთხოვენ შეიმუშაოს კარიერული განვითარების სტრატეგია. მოგზაურობის მაგალითიც მომეწონა. იტალიაში გამგზავრებისას სამოგზაურო გზამკვლევისა და ენის შემსწავლელი მასალის გაერთიანება. დიახ, ძალიან პრაქტიკულია. Notebook LM აერთიანებს ამ ორ წყაროს და გაძლევთ კონტექსტურ ფრაზებს. არა ზოგადად როგორ ახარ, არამედ კონკრეტულად როგორ შეუკვეთო 2 კაპუჩინო რომის კაფეში. და აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მობილური აპლიკაცია Android-ისთვის და iOS-ისთვის. რატომ არის მობილური აპლიკაცია ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის ქმნის იმას, რასაც მომხმარებლები მიკროსწავლების შესაძლებლობებს უწოდებენ. წარმოიდგინეთ, მგზავრობთ მეტროთი ან გახართ რიგში. დაკარგული დრო ფაქტობრივად? კი, როგორც წესი. ახლა კი შეგიძლიათ უბრალოდ მოусმინოთ თქვენი დოკუმენტებიდან შექმნილ პოდკასტს. ეს აქცევს დაკარგულ დროს პროდუქტიულ, ღრმა სწავლებად. როგორც ტიაგო ფორტე ამბობს, ეს შლის ზღვარს სამუშაო დროსა და სწავლის დროს შორის. ფარდი, ეს ყველაფერი ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა. დღეს უამრავი AI ინსტრუმენტი არსებობს. როგორც მომხმარებელმა, როგორ უნდა გადავწყვიტო? როდის გავხსნა Notebook LM, როდის ChatGPT და როდის Notion? ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა. პასუხი მათ დანიშნულებაშია. მარტივი ანალოგია რომ მოვიყვანოთ. Notion არის თქვენი ციფრული კაბინეტი ან ბიბლიოთეკა. ანუ ორგანიზებისათვისაა. ზუსტად, ცენტრალური სამუშაო სივრცე. ChatGPT ან Gemini ხგავს ძალიან ერუდირებულ, მაგრამ ზოგადი ცოდნის მქონე ბიბლიოთეკარს, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე დაუსვათ კითხვა. და ის ინტერნეტიდან გიპასუხებთ. დიახ, ის იდეალურია იდეის შტურმისთვის და ფართო ინფორმაციის მოსაძიებლად. და Notebook LM? Notebook LM არის თქვენი პირადი მკვლევარი ანალიტიკოსი, რომელიც ზის თქვენსავე კაბინეტში და კითხულობს მხოლოდ თქვენს მიერ შერჩეულ დოკუმენტებს. ის არასდროს გადის კაბინეტიდან. ის უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა გჭირდებათ სიზუსტე, სიღრმე და სანდო წყაროებზე დაფუძნებული ანალიზი. ძალიან კარგი ანალოგია. საინტერესოა, რომ Reddit-ზე ბევრი მომხმარებელი ამბობს, რომ ისინი არ ირჩევენ ერთს მეორის ნაცვლად, არამედ იყენებენ მათ ერთად. დიახ, და ეს ყველაზე ლოგიკური და ეფექტური მიდგომაა. მათი სამუშაო პროცესი ასეთია. კვლევას, წყაროების ანალიზს და მთავარი იდეების ამოკრეფას აკეთებენ Notebook LM-ში. შემდეგ ამ სინთეზირებულ ღირებულ ინფორმაციას აორგანიზებენ და საბოლოოდ ტექსტს წერენ უკვე Notion-ში. ეს არ არის ან სიტუაცია, არამედ და თითოეული ინსტრუმენტი იმას აკეთებს, რაშიც ყველაზე ძლიერია. მას შასე, მოდით შევაჯამოთ. ამ ღრმა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Notebook LM ნამდვილად არ არის უბრალოდ მორიგი AI ასისტენტი. ის არის პერსონალური წყაროებზე დაფუძნებული კვლევითი პარტნიორი. მისი მთავარი მისია აიღოს თქვენი სტატიკური დოკუმენტების გროვა და აქციოს ისინი დინამიკურ სასწავლო გამოცდილებად. ზუსტად, ის ფუნდამენტალურად ცulis ჩვენს ურთიერთობას ინფორმაციასთან. ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ პასიური მომხმარებლები, ჩვენ ვხდებით აქტიური თანამოსაუბრეები. და ამ ანალიზის დასასრულს მინდა დაგისვათ ერთი დამაფიქრებელი კითხვა, რომელიც ერთ-ერთმა ექსპერტმა ტიაგო ფორტემ წამოჭრა თქვენს წყაროებში. საინტერესოა, გისმენთ? ის ამბობს, რომ დღევანდელ სამყაროში მთავარი გამოწვევა ინფორმაციის პოვნა კი აღარ არის, არამედ მისგან უნიკალური პერსპექტივის გამოტანა. როდესაც ინსტრუმენტი როგორიც Notebook LM-ია, სინთეზის პროცესს, ანუ ინფორმაციის შეჯერების და დაკავშირების პროცესს თითქმის სრულად ავტომატურს ხდის, რა რჩება ჩვენი ადამიანის როლად? როგორ იცვლება თქვენი პირადი კრიტიკული აზროვნების ღირებულება ამ პროცესში? როდესაც მანქანა გვეხმარება წერტილების დაკავშირებაში, რა ხდება ჩვენი უნარის, დავინახოთ სრულიად ახალი სურათი. ეს კითხვაა, რომელზეც პასუხი ალბათ ჯერ არავის აქვს. და თუ თქვენ ისტი საგამოცდო ტრენინგის პირობები გაინტერესებთ, ბრაუზერში აკრიფეთ მოკლე წერტილი G, დახრილი ხაზი, ICT, RG, ისე როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, ან დაასკანირეთ QR კოდი
და თქვენ გადახვალთ ბმულზე, სადაც გაეცნობით ტექნოლოგიების გამოცდის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ.